დავიწყოთ თავიდან საერთოდ ვინ იყო ეპსტეინი და მე ვისაუბროთ კონკრეტულად რას აკეთებდა და როგორ მოხვდა ეს ხალხი იქ და რა დანაშაულზე ერთაო. ჯეფრი ეპშტეინს ჰქონდა სპეციფიური გოგონათა ჯგუფისადმი ინტერესი. 14-დან 18 წლამდე. აი ნელ-ნელა ამით სარგებლობდა და შემდეგ უკვე შეყავდა სექსუალური გარყვნისკენ ეს ყველაფერი მიყავდათ. ეხლა ტრამპი მაგალითად ხშირად არის ნამყოფი, მაგრამ არანაირად არ ეგეთი თავარი თემაა, რომ ტრამპი რა მოყვი მაგას ტრამპს. ხო, არის ნამყოფი 8 ჯერ ფიქსირდება. მეორე კუნძული იყიდა ამის მერე, გასულ. ხო, ამას ვამბობ. უფრო დიდი. ანუ უფრო ძვირიანი. ბევრად უფრო გააპორტაო ნეტვორკი, გავიდა საერთაშორისო დონეზე. ბევრმა თქვა, რომ შეიძლება მოსადის აგენტი ხო არ იყო და სპაგიტოს ხო არ ქონდა ეს ყველაფერი კომპრომატები მოეგროვებინა. ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთის აგენტი ხო არ იყო. ეს ვერ ის აგენტი შეიძლება საკუთარი სპეცსამსახურების აგენტიც იყო. ანუ ამერიკის იქ ვიღაცეების რო კონტროლი გაეწიათ საკუთარ. ამ ადამიანს პოულობენ მკვდარს საკუთარ საკანში და კომისიას მოსო თავი მოიკლა. შეიძლება თავი კი არ მოიკლა, არამედ ხო, ნუ ეხა ამდენია კამერა გაფუჭდა, ბადრაგი არ იყო. დღემდე ბოლომდე არ ქვეყნდება ყველაფერი. ტრამპისტები ვიაბრალებენ ტრამპს ამას. რო ისე ამ ფაილებს ფილტრავენ და ისე უშვებენ 11 წელი ტიპს. არაფერში ხელი არ შეშლია. პირიქით გაფართოვდა. თუ მოიცა მანდაც არ გამოჩნდა, არავინ. გავცელდა რომ ბენდუკიძეც არის ერთხელ ნახსენები. ბენდუკიძეც არ არის ნახსენები, შეხვედრა უნდა გაეკეთებოდა. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. დღეს გადაცემაში მსოფლიო მნიშვნელობის სკანდალის შესახებ ვისაუბრებთ. ეს არის ეპშტეინის საქმე. როგორც იცით, ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა აღმოჩნდა სკანდალში გახვეული. რამდენიმე დღის წინ გაიგებდით, რომ ბრიტანეთის მეფის ჩარლზის ძმა პრინცი ენდრიუს კი დააკავეს ამ საქმესთან დაკავშირებით. დიდი სკანდალია ნორვეგიის სამეფო ოჯახშიც. აღარ ვამბობ უკვე რა ხდება ამერიკაში. თითქმის ყველა გავლენიანი ფიგურა ამ ფაილებშია ნახსენები. დაწყებული დონალდ ტრამპით, გაგზელებული ბილ კლინტონით, ბილ გეიტსით და ასე შემდეგ. რეალურად მიუძღვით თუ არა ამ ადამიანებს დანაშაული? რა ხდებოდა, როგორ დაუშვა ამერიკამ ასეთი დანაშაული თავის ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში? ვინ იყო ეპშტეინი? რატომ ჰქონდა ასეთი გავლენა და ასეთი ძალაუფლება? ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დღეს ვსაუბრობთ ეპშტეინის ფაილებზე, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ამ სკანდალზე არის გადართული, ყველას აინტერესებს რა მოხდა, ვინ იყო ეს ეპშტეინი. ბოლოს აგერ რამდენიმე დღის წინ ინგლისის მეფის ძმა დაიჭირეს სწორედ ამ ეპშტეინის ფაილების გამო. ხო, ნუ მე გამოუშვეს, მაგრამ გამოძიების ქვეშ. კი ბატონო, გამოძიების ქვეშ არის და ყველა ტიტული ჩამოართვეს და ასე შემდეგ. ხო, და ნუ ნორვეგიის კრონპრინცესა ცალკე სკანდალში დაეხვა და ისური კრონპრინცი კიდე ხო რო ყავთ. კი ბატონო, მისი შვილი. ნუ მოკლედ, მთელი რავი სოფლიო და ამერიკაში კიდე რავი, ვინც თუ დიდარი და ცნობილი ადამიანი იყო, ყველა ამ სკანდალში არის გახვეული და დავიწყოთ თავიდან საერთოდ ვინ იყო ეპშტეინი და მე ვისაუბროთ კონკრეტულად რას აკეთებდა და როგორ მოხვდა ეს ხალხი იქ და რა დანაშაულზე ერთაო. თავიგე, მოგესალმები, მოდით თქვენობით ისე ცხოვრებაში ხო შენობით ლაპარაკობთ, ეს არ იქნება ხო თუ გადაცემის ფორმას თუ არის როგორც გინდება. ხო, ბატონო მე რა ბატონო მაშინ ესე. ძალიან საინტერესო თემაა ეს რომ საუბრობთ ერთმანეთში როცა მოწყვიტავდით. მე შევეცადე რომ ქართულ იმაში მენახა არის რაღაც პოსტები Facebook-ზე რაღაცები, მაგრამ გამომწვრავ ისტორიას ჯერც არ ვიცით, არავინ არ იცის ამომწვრავ ისტორია. მაგრამ ზოგად ისტორიაც რომ მოვყვეთ, იმდენად გძელხნიანია ეს ყველაფერი, რომ დრო დაგჭირდება. ამიტომ შევეცადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო. დავიწყოთ იმით, ვინ იყო ჯეფრი ეპშტეინი. ჯეფრი ეპშტეინი იყო უდაოდ სამწუხაროდ, უდაოდ ნიჭიერი ადამიანი, ძალიან მიზანდასახული, ძალიან სწრაფი აზროვნების და მაღალი ინტელექტის მქონე. მე მას არ ვაქებ, ეს არის კრიმინალი, მოძალადე, რომელიც ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, სექსუალურად ძალადობდა ადამიანებზე. როგორც მინიმუმ მას ყავს ერთი მსხვერპლი ადამიანმა, რომელმაც თავი მოიკლა ზუსტად იმ ძალადობის გამო, რომელიც ქვეშაც მოხდა. მე ვამბობ მინიმუმ არის ეჭვი რომ მეტი მსხვერპლების ყავს. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ მას ჰქონდა ძალიან ექსტრაორდინარული თვისებები და ზუსტად ამანმიცაც შესაძლებლობა, რომ ამდენი დანაშაული ჩაედინა ამ ადამიანს. მისი ისტორია იწყება იმით, რომ ის არის ქართული ლექსიკონის ვუნდერკინდი. ადრე ამთავრებს სკოლას. ადრეულ ასაკში ამთავრებს სკოლას, იმდენად ჭკვიანია, რომ ადრე შეძლო გამოცდების ჩაბარება. მე აბარებს უნივერსიტეტში. საკმაოდ კარგად სწავლობს, ძალიან კარგი მოსწავლე, მაგრამ იქ რაღაც ჩარებში გაეხვა და უნივერსიტეტი მოგეთ არ დაუმთავრებია, დიპლომი არ აქვს.
უდიპლომო ამერიკაში სხვა შორის არ არის. მაგალითად ბილ გეიტსის უდიპლომო ჰარვარდში სწავლობდა და ისიც მეტას მეტა მაგამ მეგონი დაამთავრა. აი ძალიან ბევრია. ის იყო რა ქვია, ძალიან ცნობილი Apple-ის შემქმნელიც Steve Jobs-ი მეორე კურსიდან წამოვიდა. ანუ ეგ არ არის იშვიათობა, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში აქ რაღაც სკანდალებში გაეხვა მისი ინტელექტის და მისი ასე ვთქვათ მიზანდასახო ამ ეტაპზე მას ჯერ არ აქვს არც არანაირი ძალაუფლება, ფული, აი ეს კავშირები ნეტვორკს რო ეძახიან ინგლისურად, ის არ გააჩნია. მაგრამ რაღაც მიზანდასახულობის შედეგად მან ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელიტარულ სკოლაში, დალტონის სკოლა ქვია ამას, რომელიც არის პირველი კლასიდან ბოლო კლასამდე, აი ძალიან ელიტარული ოჯახის სწავლება. ასეთი სკოლა ხე ერთი არ არის, რამოდენიმეა. სწავლობენ, შეძლო მასწავლებლად მოწყობა. ის ასწავლის მათემატიკას, იმას რაც ძალიან კარგად იცის. და ასწავლის დამამთავრებელ კლასებს, ეს არ არის ისა. აქ უკვე იწყება მისი პირველი უცნაურობების გამოვლინება. არის ბევრი მონაყოლი მოწაფეების, რომ ის რაღაც პენანგ გახსნილი შემოდიოდა იმაში, რა ქვია, რაღაც ის პედოფილი თუ იყო, მაშინაც ექნებოდა. ხო, რა თქმა, იყო პედოფილი, ანუ თუ იყოზე არ ვარ, ეს დამტკიცებული ფაქტია, რომ ეს ადამიანი პედოფილი იყო. მაგასაკში გადახრები აქვს, ზედმეტ ყურადღებად უთმობდა გოგონა მოწაფეებს, რომლებიც 15-16 წლის ასაკის იყვნენ მის კლასებში. თუმცა იყო რამოდენიმე სკანდალი, მაგრამ ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს. მეტიც კი იმის მაგივრად, რომ ამ სკოლას ბატონი ჯეფრი ეპშტეინი მიუხედავად თავისი ნიჭისა პენიტენციარული სისტემისკენ წაეყვანა, რასაც ის უდაოდ უკვე იმსახურებდა. მან სკოლა მისთვის ეგრეთ წოდებული ტრამპლინი გამოვიდა. არა ეგრეთ წოდებული, ამორად სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ტრამპლინი გამოვიდა. სკოლას ერთ-ერთი მოწაფეს მამა დაუახლოვდა ჯეფრი ეპშტეინს და ის იყო საკმაოდ ცნობილი და სოლიდური კომპანია Bear Stearns, ეს არის დიდი საინვესტიციო ჯგუფი ამერიკაში, ერთ-ერთი ფინანსური. სხვა შორის აი 2008 წლის კრიზისი ორი კომპანიის დაცემა. ლემანიზმების, რომელიც გაკოტრდა და Bear Stearns-ის, რომელიც გაიყიდა. აი ამან გამოიწვია იმ ხელა კომპანია იყო, რომ მოკლედ ერთ-ერთი, ანუ ის კრიზისი ბევრმა რაღაცამ გამოიწვია, მაგრამ გამოსაკრავი, ანუ თვითონ აი ის აფეთქება რამაც მიწა იყო ეს ორი კომპანია. შესაბამისად ის იწყეს მუშაობას Bear Stearns-ში. ძალიან საინტერესო, აი მათემატიკის მასწავლებელი ხდება საინვესტიციო ბროკერი. აქ ძალიან საინტერესო როგორ იწყებს მუშაობას. მან მოიტყუა აპლიკაციის დროს, როდესაც სამსახურში აიყვანეს, იმისაც რომ ბროკერო ფირმაში დაიწყო მუშაობა, გარკვეული მოთხოვნილებები. მან მოიტყუა რომ ქონდა დიპლომი, მოიტყუა რომ ქონდა გამოცდილება. რეზიუმე გააყალბა. რეზიუმე გააყალბა. ნუ მაშინ ახლა ინტერნეტი ეს არის 1976 წელი ინტერნეტი არ არსებობს. ესე ეხლა მე ვიცი რომ ჩვენს ბევრ აი განსაკუთრებით აგერ ჩვენს კოლეგებს ვინც გვეხმარებიან დიდი მადლობა ამ შოუს. ხებაში ვერ წარმოუდგენიათ ერა, როდესაც ინტერნეტი ვერ არსებობდა, არ არსებობდა, მაგრამ იყო ესეთი ერა. არ არსებობს ინტერნეტი და ვერ რთული იყო ამის გადამოდგენა. თან ახლა ისეთი კაცის რეკომენდაციით მოვიდა, რომ აღარ დაიწყეს სკრუტინო. თან ახლა ტიპი აშკარად ინტელექტუალურად მოჭედილია მინიმუმ. აიყვანეს. სულ რამოდენიმე წელიწადში რა ძალიან იშვიათობა ამერიკაში, ამერიკულ ფინანსურ სტრუქტურაში, რომელიც საკმაოდ კონსერვატიულია თავისი სტრუქტურით, ის პარტნიორი გახდა. ანუ ეს სერიალებში ხო გვინა პარტნიორი, ძალიან ბევრი რამეს და ამ ხელა მაშინ ეს არის გიგანტი ერთ-ერთი. და ამ პარტნიორობის გახდენის დროს უკვე გადაამოწმეს საფუძვლიანად. ნუ რა იყო ფაქსი გააგზავნეს უნარ აღმოჩნდა რომ ტყუილები. დიპლომი არა. დიპლომი არა, კარნერი გამოცდილება არა აქვს. და მიადგენ ტიპს და ტიპ მოთხოვ რა არ მიმიღებდით ესე რა მექანა მოვიტყვეო ხო რაო და თქვენ წარმოიდგინეთ მაინც დანიშნეს პარტნიორად იმდენად მაგარი იყო იმდენად და მომავალ ერთ წელიწადში ძალიან დიდი ფული მოუტანა ფირმას მაგრამ იმ ერთ წელიწადშივე გაუშვეს ფირმიდან რატო სკანდალები უკვე დაიწყო მის გარშემო რაღაც ჭორების საუბარი აქ იყო უფრო ფინანსურ სკანდალების საუბარი მაგრამ იყო სკანდალები რომ მაგალითად მას სექსუალური ურთიერთობა საკუთარ მდივანთან რაც ახლა საკმაოდ გავრცელებული მანკიერება იყო მაშინ და დღესაც არის მაგრამ ნუ მაშინ განსაკუთრებით როდესაც ეს სისტემა დახურული იყო და მას ასევე აბრალებდნენ გარკვეულ ზეწოლას სხვა ქალ მომსახური პერსონალს ვინც იყო იქ თქვა ყავის მიმტანი აპარატზე მუშაობდა იმაზე ამას გახსოვს ახლა მამაკაცური სტრუქტურა იყო და ქალები ყავდათ ხოლმე თანაშემწეება და შემდეგ ნუ ახლა მაშინ ეს შაუბნელი დროა ახლა გავავედით შესაბამისად ის გაუშვეს 1991 წელს უკვე
გამოცდილება მქონი ჯეფრი აფუძნებს თავის სატრასტო კომპანიას. თითქოს და არაფერი, ხო, ტიპს 4 წელი აქვს უნამოშევარი, აქედან მოტყუებით, რაღაც პარტნიორი კი იყო გამოგდებული, სუპერ წარმატებული ის. იმდენად წარმატებულია ერთ-ერთი ინვესტორი სრულ იურიდიულ უფლებას, განკარგვის იურიდიულ უფლებას აძლევს თავისი ფინანსებს. ანუ სრულიად ენდობა რომ აფული. ეს ადამიანი სხვა შორის ის არის ვისაც ეკუთვნის ვიქტორია სეკრეტის მაგრამ ხა წარმოიდგინე ეპშტეინისთვის ვიქტორია სეკრეტი, მაგრამ დიდად არ დაინტერესებულა, იმიტომ რომ მას გარკვეული ასაკობრივი ჯგუფი აინტერესებდა და ვიქტორია სეკრეტში ეთყობა სხვა ასაკის უკვე შემდგარი ადამიანები მუშაობენ რა. აქ სცენაზე გამოდის გელენ მაქსველი. ჯეფრი ეშტეინი როცა აფუძნებს თავის კომპანიას, უკვე ხედავთ მას უკვე 91 წლიდან, ანუ აფუძნებს კომპანიას, მაშინ მიყვეთ ესე, მოდი ძალიან უცნაური რაღაცა მის კომპანიაში. მას ყავს ძალიან ცოტა კლიენტები, მაგრამ მილიარდზე ნაკლებიან კლიენტს არ იჩერებს. 80-იან წლებში, ეხლა რამდენია მილიარდი მე რაბოდო? ეხლა 80-იან წლებში მილიარდი არა. და რამოდენიმე კლიენტი ყავს, რომლების არსებობაც სრულიად საკმარისია მისთვის, რომ ძალიან სოლიდური ინვესტიციები ის გააკეთოს, რა ქვია, ოპერაციები გააკეთოს. რითია დაკავებული? რას აკეთებს? ორი რამ, ეს არის ფინანსური ინვესტიციების რჩევები, რაში ჩადო ფული და მეორე უფრო ნაკლებად, ასე ვთქვათ, ოფიციალური და ნახევრად ლეგალური, როგორ განათავსო შენი მოგება, ანუ განსახადებს როგორ აარიგოთ. საინტერესოა რომ მან დააფუძნა თავისი ფირმა იქ სადაც შემდეგ კუნძულებს იყიდის. ეს არის ვირჯინიის კუნძულები ამერიკის, სხვა შორის ვინც არიცით, ეს დანიას ეკუთვნოდა ეს კუნძულები, რომლებიც გრენლანდიაზე მაშინაც იყო საუბარი და ეს კუნძულები იყიდა მაშინ ამერიკამ და გრენლანდიაზე მაშინ ვერ შეთანხმდნენ და ეს კუნძულები არ არის არც ერთი შტატი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია, ეს იურიდიული პრინციპია, რომელიც შედის ჩვეულებრივი ამერიკის მიწა, მაგრამ არც ეს შტატში არ შედის და თავისი მიკრო ნახევრად ავტონომიური კანონები აქვს. ეს კანონები არ არის კონსტიტუციური, ეს არის ფინანსური. კარგი საინვესტიციო ზონაა, მოკლედ რო ვთქვა. რა ჩვენ თქო გახსოვს თის და იმის კანონები როა, აი გადასახადებიდან. ესე არის აქაც მთა არ არის რა თქმა უნდა კონსულებია, მაგრამ კარგი მიკროკლიმატია საინვესტიციოდ. აი აქ აკეთებს თავის ფირმა. განსხვავებულ საგადასახადო. ხო, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს ოფშორი, მაგრამ წაუ ოფშორებს კანონების მიხედვით. აი აქ ეხმარება ამ განთავსებაში. 1991 წელს უკვე სცენაზე გამოდის გელენ მაქსველი. ერთი რამე უნდა გავსაზღვრო. ქალბატონი. გელენ მაქსველის ბრალი არ არის ნაკლები ეპშტეინის ბრალზე. ეპშტეინს თუ უძღვის ბრალი უფრო გარდა ქმედებებისა, უფრო სტრატეგიულ მენეჯმენტში, ანუ ის კომპანიის დაფუძნებაში, ნეტვორკში, მაქსველი არანაკლებ დამნაშავეა ამ გოგოების ფსიქოლოგიურ და ხანდახან ფიზიკურ დატანჯვაში, დაჩაგრაში და ანუ მისი ბრალი ვერ იქნება განცალკევებული ეპშტეინის ბრალისგან. ვინ არის გელენ მაქსველი? გელენ მაქსველი არის აბსოლუტურად სხვა სამყაროდან მოსული ადამიანი. განსხვავებით ეპშტეინიდან. ნუ იმას ვიტყვი მხოლოდ რომ გელენ მაქსველი გაიზარდა 53 ოთახიან ბინაში, სასახლეში უბრალოდ. მისი მამა რობერტ მაქსველი ბრიტანული პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო რობერტ მაქსველი, რომელიც იყო პარლამენტარი, ბრიტანეთში იცით რომ მთელი მთავრობა პარლამენტარებით არის სხვანაირი სისტემა. პრინც ჩარლზის სხვათა შორის კარგი ნაცნობი, ამბობენ რომ მეგობარიც და ძალიან გავლენიანი და ამასთან ერთად დიდარი კაცი, მედია მაგნატი. აი მირორის გაზეთების ჯგუფის და იმის ფლობელი, ბატონი მაქსველი და ეხლა ძალიან საინტერესო რაღაც გეტყვი, რასაც მე დაგჭირდება და ეს დავიმახსოვროთ. ბატონი მაქსველი განსხვავებით ბრიტანული ტრადიციული პოლიტიკისა, საგარეო პოლიტიკას, რომელიც არაბ-ისრაელის კონფლიქტში უფრო პროარაბული იყო ყოველთვის ბრიტანელი, ბატონი მაქსველი ძალიან პროისრაელური და ძალიან ღიად უჭერს მხარს ისრაელს და ძალიან ახლოს მეგობრობს მათ აქვთ იაჰუდ ბარაკთან და სხვებთან ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელის ელჩი ლონდონში, მოკლედ ექსტენსიური კონტაქტები აქვს, რაზეც სხვათა შორის ჭორები დადიოდა, რომ ის მოსადზე მუშაობდა, მაგრამ ნუ ეხლა მოსადზე მუშაობდა, მეც საქმე არ ქონდა ეხლა ბრიტანულ ელიტას. მე ამის არ მჯერა, კონტაქტები რო ქონდეს, ფაქტია და არც მალავდა ეს კაცი, რომ ისრაელს ხარს უჭერდა, ამბობდა, რომ ეს დემოკრატია და ესენი ავტოკრატიები არიან და მე ამას უჭერ ხარ. შედ. ეხლა რას აკეთებენ ერთად მაქსველი და
ეპშტეინი. ან როგორ იწყება ეს ხო. დანაშაულებრივი ასე იწყება შემდეგ, როგორც კი მდიდრდება ეპშტეინი და ეპშტეინი ხა ბოლოში რო ავიღებთ მის ქონებას, რო შეხედოთ ძალიან მდიდარი კლასიკური გაგებით არც არასდროს ყოფილა. მისი კაპიტალი დაახლოებით 530 მილიონი დოლარი არის ყველაფრიან. ანუ ეს რა თქმა უნდა დიდი ფულია განსაკუთრებით ჩვენთვის, მაგრამ ხო, მაგრამ ეს არ არის იმ ხალხთან მიმართებაში, ვისი ფულის მენეჯმენტსაც აკეთებდა, ის არ არის ის ფული. მაგრამ რა შეძლო? ჭკვიანურად ფულის ისინი იწყებენ, აქვთ ფლორიდაში თავისი დიდი სახლი, ერთად ცხოვრობენ, პარტნიორები არიან, ოფიციალურად ისინი შეუღლებელები არ არიან და არანაირი იურიდიული სტატუსი არ აქვთ და 1996 წელს თუ არ ვცდებით, 97 წელს ის ყიდულობს პირველ პატარა კუნძულს. აი, ზუსტად იქ, სადაც კომპანია აქვს დაფუძნებული. ამ ვირჯინიების იმაზე და იქ იწყება, ეს არის აი ის ცნობილი კუნძული, რომელზეც აქვს მას აი ეს დიდი სახლი და რომელშიც ის იწყებს თავისი კლიენტების და თავისი კლიენტის მეგობრების, გახსოვს გეუბნებოდი მილიარდზე ნაკლებიან კლიენტს, მათთვის პრივატულ წვეულებების მოწვევას. ეს რა არის? ეს არაჩვეულებაა, ფერი ამაში არ არის, ჯერო დასწრი. ამას ბევრი აკეთებს, ეს სოციალაი თქვი, ანუ სოციალურად აქტიური ხალხი, ვინც ასე თქვა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, შენ შეიძლება ეხლა შენ ჟურნალისტებთან ერთად აწყობდე რაღაც ჩვეულებრივ წვეულებებს, სადაც სხვადასხვა თემის გამო, ნორმალურ პირ მაგრამ ეს არის ყველა თქმა უნდა ნორმალური. და რაც უფრო შორს მიდიოდა ეს ყველაფერი, მით უფრო არანორმალური ხდებოდა. ხა ამ წვეულებაზე ვინც დადიოდა, ყველა რა თქმა უნდა არც პედოფილი იყო და არც სექსუალური მოძალადე. ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრმა არც იცოდა ამის შესახებ თავიდან განსაკუთრებით რა. მაგრამ ეს ფაქტორი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო იმატებდა. როგორ ხდებოდა? ჯეფრი ეპშტეინს ჰქონდა სპეციფიური გოგონათა ჯგუფისადმი ინტერესი 14-დან 18 წლამდე. ეს იყო ჯგუფი და რაც ყველაზე საშინელი და შემზარავი ამ დანაშაულში, ეხა ეს იყო პირამიდა. და ეხა როგორ მოგიყვება ამ შესახებ, ეს ცოტა მძიმე მოსასმენია, მაგრამ გავიაროთ, ხო? ეხა დეტალებში არ შევოთ, რა თქმა უნდა. რეკრუტირება ხდებოდა მაქსველის მიერ, მისი მეგობარი გოგონას მიერ. ეს გოგოები ხა უფრო ენდობოდნენ, რა თქმა უნდა, ქალსთან ეს ქალი საკმაოდ ცნობილი იყო და წინა ტექსტი იყო ის აი რამდენი მონოყოლია, რომ ნიუ-იორკში ნაყინჭამდა ორი გოგონა და მივიდა. ის კი არ იყო ვიღაცამ, ის იყო თავიდან, რომ პირველ ეტაპზე მივიდა. ერთი გოგონა პარიზში რაღაც იმაში ამერიკელი იყო, ეს გოგო პარიზში იყო, მშობლები იქ იყვნენ და იქ პარკში გაიცნო. და უყვებოდა რომ ის არის, ადვილი ის იყო, ეთყობოდა კარგად ჩაცმული, კარგი მანერები, ძალიან კარგი ოჯახიშვილი იყო რა ეს მაქვს. დაღზდილი თან ბრიტანული აქცენტი, რომელიც ამერიკელებს ძალიან უყვართ. უყვებოდა რომ ისინი სპეციალურ ან სტიპენდიაზე ესაუბრებოდა განათლებაში, ან ესაუბრებოდა დახმარებაში მოდელურ და სახელოვნებად ბიზნეს. უმეტესობა გოგოების, ყველა არა, მაგრამ ძალიან დიდი უმეტესობა არის ღარიბი ოჯახებიდან, არის ისეთები, რომელსაც დახმარება ჭირდებოდათ და ისეთები, რომლებიც ადვილად კონტროლდებოდნენ, ასე თქვა, სხვა ადამიანს, განსაკუთრებით ასაკის გათვალისწინებით. ანუ მათ იცოდნენ, ვინ უნდა შეერჩენ. მერე რა თქმა უნდა, როცა მათ ნეტვორკი გაიზარდა, უკვე და 90-იანებზე ვსვამობ ჩვენ და 2000-იანებზე, უკვე რეკომენდაციები მოსდიოდა და ამაზე ვისაუბრებდა მთელ მსოფლიოდან, უკვე ინტერნეტით, რაღაც მოდელური სააგენტოებიდან, ახალგაზრდა ბავშვებიდან, ანუ 15-16 ამ ასაკში ხო იწყება რაღაც მოდელი. ეს უკვე, მაგრამ თავიდან არის აი ესეთი რეკრუტირება. და როგორ ახლა აღწერები არის, ხო, ერთმა წიგნის დაწერა ამაზე, რომ თავიდან მასაჟით იწყებოდა ყველაფერი. შემდეგ იმის მიხედვით თუ რამდენად შეძლებდნენ ამ 14 წლის და 15 წლის ბავშვების ჩაყოლას ამაში და ხშირად ამას სწორედ არჩევდნენ სამწუხარო და ძალიან ადვილი манипуლირებადება ამ ასაკში. თან ხა მიდის და ეს უზარმაზარი ვილა, ამდენი ბომონდი, ეს ყველაფერი თვითონ მაქსველი ასწავლიდა ამ მასაჟებს. მერე თვითონ ერთ-ერთი ორი გოგო აღწერს, რომ თვითონ გაუკეთა ამ გოგონას მასაჟი, საკმაოდ ეროტიული ამ მაქსველმა და შემდეგ უკვე მაქსველის მონაწილეობით ხდებოდა ამ ბავშვების გარყონა ეპშტეინთან. ეს მაქსველი თვითონ უშუალოდ მონაწილეობდა ამ ყველაფერში და რაც უადვილებდა ამის გაკეთებას, იმიტომ რომ ეს გოგონები მას ენდობოდნენ, როგორც ქალს. და ეს ნელა შეყავდა. და შემდეგ უკვე საზარელი რა იწყებოდა, რომ ფსიქოლოგიური манипуლაციის შედეგად ეს ბავშვი ამ ბავშვებს მოყავდა სხვა ბავშვები უკვე. ანუ პირამიდა. და თითო მოყვანილ ბავშვი მას ამ ფულს ან საჩუქრებს აძლევდნენ იმაში და ეხა 15, 16, 17 წლის ასაკში იმდენად მოწყვლადია ადამიანი, განსაკუთრებით როდესაც ასეთ სიმდიდრესთან და
ასე ვთქვათ, ჭკვიანურად დალაგებულ საზარელ სქემასთან აგვაქვს საუბარი, რომ ძალიან უმეტესობა, გადამწყვეტი უმეტესობა მნიშვნელოვანი ჩაერთვა სქემაში. ამ გოგოებს ძალიან პატარა შანსი ჰქონდათ თავის დაღწევის, იმიტომ რომ პირველ რიგში ასაკი, მეორე რიგში გამოცდილება არ აქვთ, ბავშვები არიან, მესამე გელინ მაქსველის ფაქტორი, რომელიც როგორც მენტორი, აი თავიდან ახლა პირდაპირ სექსზე კი არ შეყავდა ეს ბავშვები. ძალიან ცუდად აკეთებდა ბოროტად ამას, რა უმეგობრდებოდა თან, ახლა მათთვის ეს ხო იყო, აი რაღაც საამაყო წარმოსადეგად, რომ აი მეც მინდა რომ ესეთი ვიყო შემდგარი, განათლებული, მდიდარი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი. და ამ ყველა გოგოს აი ნელ-ნელა ამით სარგებლობდა და შემდეგ უკვე შეყავდა სექსუალური გარყვნისკენ ეს ყველაფერი მიყავდათ და მე უკვე იმდენად თრგუნავდნენ ამ ბავშვებს, რომ ისინი ჩვეულებრივად უკვე როგორც სექს მომსახურეები მოიხმარებოდნენ, რამოდენიმე გოგონა ჩვენება როგორ ქონდათ სექსი პრინც ენდრიუსთან, რომელიც უკვე ყოფილ პრინც ენდრიუსთან, რომელიც აბსოლუტურად დასაჭერი კი არა, ჩემი აზრით, ციხეშია ჩასასმელი, ამას სასამართლომ გადაწყვეტეს, მაგრამ მე როგორც კერძო მოქალაქე, ჩემი აზრის უფლება მაქვს და მე ვცდილობ რომ მე ვფიქრობ ეს ადამიანი ნაძირალა უბრალოდ იმის გამო რაც მან გააკეთა ამ ბავშვებთან ერთად. ამ ბავშვებთან. თან აი ხა რაზე ბრაზდები, იცი რომ ადამიანებს რომელსაც ყველაფერზე წნომა აქვთ და ბავშვებს რა გაუჭირდათ ასე ამაზე ესო. ხო. ამ კონძულზე მოკეთ ხდებოდა ეს ყველა რა თქმა უნდა არის ისევ და ისევ 90%-ზე მეტი ადამიანების ამაზე წარმოდგენა. ეპშტეინი მათზე ამ სერვისს არ ავცელებდა. ანუ აქ ვარკვევთ რომ ვინც იმ ფაილებშია ნახსენები, ჩადიოდა კონსულზე არ ნიშნავს რომ ყველა ამ მონაწილეობდა ამბებში. ეხლა არის შემდეგი ორი ფაქტორი. პირველი 2000 ფილმი 180,000 სურათი. 40 კამერა ედგა ჯეფრი ეპშტეინს თავის კონსულს. აი ამ ყველაფერს იღებდა. ყველაფერს იღებდა. თან ზოგმა სტუმარმა იცოდა და გაღიმე, ანუ სურათებია სადაც კამერას რო უღიმიან. ანუ ვიღაცებს არ აინტერესებდა. ეხლა ტრამპი მაგალითად ხშირად არის ნამყოფი, მაგრამ არანაირად არ. ერთ-ერთი მთავარი თემაა რომ ტრამპი რა მოყვი მაგას ტრამპს. ხო, არის ნამყოფი 8 ჯერ ფიქსირდება. მაგრამ არანაირი მტკიცებულება მისი პედოფილიაში მონაწილეობის არ არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ არსებობს რა. ისიც არის რომ პირველი სკანდალის მერე ტრამპი დაშორდა ეპშტეინს ჭკვიანურად 2007 იქ ბევრი ფაქტორია სხვა რაღაცებზე დაობენ, მაგრამ ამას მოყვი მოკლედ. მოკლედ ეპშტეინი აგძელებს და რა იყო ეხა მისი მიზანი. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მიზანი იყო მასალების ქონა, რომ მე შანტაჟი შეძლებოდა და მეორე მიზანი იყო იმისთვის, რომ ამ ხალხისთვის აი ამ კარგი ცხოვრების, ანუ ფეივორების, როგორც იტყვიან, კეთილგანწყობის მოპოვება. და ამ კეთილგანწყობას ეს ადამიანი ძალიან ამბიციური იყო. მე მაგალითად მისი იმეილები არსებობს, სადაც ლავროვს წერს. რომ პუტინთან მინდა შეხვედრა. რომ არა. დაგეხმარებითო ტრამპის და პუტინის დაძმაკაცებაში. მე ტრამპს კარგად რამდენიმე წერია მანამდე არ პუტინ ხო, არ დაგვაუვისდეს რომ ეხა რუსეთის იმის განვიხილოთ ამ იმაში. მისი თანაშემწე ერთ-ერთი იყო რუსეთის ნაციონალისტური პროპიტუნისტური მოძრაობა ნაშის PR მენეჯერი, კი ბატონო, რომელიც მე მასთან მუშაობდა. ანუ ჯერ იყო რაღაც რუსეთის პუტინის ახალგაზრდა მხარდამჭერების ერთ-ერთი. ანუ თანამედროვე კამსამოლის პარტდივანი იყო ესე ვთქვათ და მე გადავიდა ეპშტეინთან. ეხლა ეს ყველაფერი ჩალით ხო არ არის დაფარული ეს ქვეყანა. ხა მე ამ კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომ ყრნის ეს ამ ბავშვებს მოყავს ძალიან მისი ფული, სოდეს 9 მილიარდი ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ მისი გავლენები ძალიან მაღალია. ხო ვინ იყვნენ მისი სტუმრები? ხო აი ცნობილი სახეები. ბილ გეიტსი საუბარი. ბილ გეიტსი იყო უდავს. ბილ გეიტსი იყო და ბილ გეიტსი ამბობს, რომ ის იყო იმიტომ, რომ ფული მოეზიდა. ვინც გინდა დაუჯერ, არანაირი მტკიცებულება სხვა რამეზე არ არის. ჯერჯერობით არაფერი ეგეთი მაგის მტკიცებულება არ არის. თუმცა კითხვის ნიშნები ბილ გეიტსის მიმართ უდავოდ სამწუხარო, იმიტომ რომ მე სემპათიურობოდა ადამიანი როგორც მეცენატი, გაჩნდა. ელონ მასკი, მაგრამ ელონ მასკი არც არ ჩასულა ამ კონსულზე. სვეუნება რომ ჩამოვალ და არ ჩადის. ხო. მესამე დონალდ ტრამპი 8 ჯერ არის ნამყოფი. იაუდ ბარაკი ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არაერთხელ არის ნამყოფი. მე არ გაგიკვირდებათ შემდეგ 3 ადამიანზე, 2 ადამიანზე ყოველ შემთხვევაში მაიკლ ჯექსონი. აჰა. გასაგებია. რომელიც პედოფილობაში იყო თვითონ ბრალდებული. მაიკლ ჯექსონი, კევინ სპეისი ასე მოფარის ბიჭებზე ძალადობდა და მან არ ვიცი რა უნდა და იმის ძირითადი ძალადობა ასე თქო უფრო ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ ვიდრე. ალები აი ესე ტიპები მოგეთ ბევრია, ძალიან დიდი სია არის. ეს არის ყველა ცნობილი ტიპები ვინც არიან, ანუ რამოდენიმე ყოფილი პრეზიდენტი. იქ არის რაღაც იგივე
ბრიტანელი ყოფილი მინისტრი, ნორვეგიის ოჯახის წევრები, ჰოლანდიის სამეფო ოჯახის წევრები და ბევრი. მაგრამ ისევ და ისევ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქ ყოფნა არ ნიშნავს. ეხლა პრინც ენდრიუზე არის მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, მეფის ძმა, პრინც ენდრიუ, ყველაზე მაღალი დონის, რომელზეც გოგონების ჩვენებები არის, რომ მასთან სექსი ჰქონდათ. არასრულწლოვან ასაკში. რამდენი დაძალებით, უდაოდ ფსიქოლოგიური დაძალებით, შეიძლება ფიზიკური დაძალება არ ყოფილიყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს ბავშვები, ბავშვები ან სხვა რა უნდა დაუძახოთ 15 წლის ბავშვს. ამ ბავშვებს უდაოდ манипуლირებადი იყვნენ ამის მიმართ და აქ არანაირი ის არ არის, რომ ეს არის გაუპატიურება უბრალოდ არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური. ეს არანაირად არ ცulis ამ ფაქტს. და აბსოლუტურად სწორია, რომ ბრიტანეთის პოლიციამ და ძალიან სწორი რეაქცია ჰქონდა მეფეს. ეს ძალიან მომეწონა, ის მართლა რომ ღირსებას აძლევს, რომ კანონმა უნდა იმუშაოს. კანონმა არ მე რო ჩემი ძმა. და მოუხსნა ყველაფერი, რითიც შეეძლო იმოთ, ანუ იქიდან გამოიყვანა სამეფო ოჯახი და რა იმუნიტეტი აღარ აქვს არანაირი, რა რომელს. შესაბამისად. რა ხდება ეხა საით მიდის ეს ყველაფერი? 1991 და მაქსველზე და სქემაზე გავჩერდა. ხა ეს ყველაფერი მიდის და 97 წელს პირველი პრეტენზია ჩდება მის მიმართ ერთ-ერთი გოგონა, რომელიც გაიზარდა უკვე რა წლები გავიდა FBI-ში, ამერიკულ ფედერალურ გამოძიების ბიუროში აგზავნის ფაილებს. 96-დან 2008 წლამდე საკმაოდ რამოდენიმე ფაილია და ყველა ეს ფაილი შემდეგ არის ან ნაყიდი სასამართლო პროცესით, ან ამერიკას აქვს ესეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანას თუ ეს კრიმინალი არ არის და არის პირადი დავა, შეიძლება ფული გადაუხადო და გაურიგდე იმ ადამიანს. აი ეს გარიგებები არის რამოდენიმე 2008 წლამდე. მაგრამ 2000-თან, კი. მაგრამ 2008-ში საქმე პირველად სკდება. აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. აი ყველაფერი, აი ეხლა იწყება ყველაზე. რა ხდება? 2008 წელს ფლორიდაში რამოდენიმე გოგონას, ერთ-ერთი გოგონას შობლების და შემდეგ სხვა გოგონების განცხადებების საფუძველზე იწყება გამოძიება ლოკალური პოლიციის მიერ. ეს გამოძიება მიყავს პროკურორს, ადგილობრივ პროკურორს, რომელიც აგროვებს მასალებს 60-მდე მსხვერპლის შესახებ. მე რა დაფიქრდი, მხოლოდ ფლორიდაში. 35-დან 60-მდე ფიგურანტი მსხვერპლის სახით ფიგურებს, უზარმაზარი სქემები, ყველაფერი. ის ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან დიდია შტატის მასშტაბისთვის და ეს საქმე გადაცა მან ფედერალურ პროკურორს. ფედერალური პროკურორი წარმოადგენს ამერიკას ფლორიდას შტატში. ყველა შტატში ამერიკის სისტემა როგორ არის, ძალიან დიდი დრო დაგჭირდება, რომ ამერიკას აქვს ორმაგი იურიდიული სუვერენიტეტის სისტემა. ანუ შტატის დონეზე და ფედერალურ დონეზე, ხო. შტატმა მიცა ფედერალურს იმდენად დიდი იყო. ფედერალური პროკურორი ფლორიდას შტატში იყო ძალიან ცნობილი, ცუდად ცნობილი ახლა ალექსანდრ აკოსტა. რომელიც შემდეგ სხვა შორის შრომის მინისტრის პორტფელი ჰქონდა ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში და გადადგომა მოუწია ამის გამო. რაკნა 60-მდე მსხვერპლზე საუბრობთ ჩვენ, უზარმაზარ თანხებზე და ამერიკაში გადასახადების დამალო არის ძალიან მძიმე დანაშაული. არ დაგვაუწეს რომ ალ კაპონე იმის გამო კი ვერ ჩასვეს რომ მთელი კრიმინალური იმპერია ჰქონდა. 12 წელი მისას გადასახადების ამასაც ეს ჰქონდა და წარმოიდგინე მინიმალური ციფრი რაც ვიპოვეთ კვლევის შედეგად იყო 35, მაქსიმალური 60 მსხვერპლის ჩვენებებია. ან მაგ საქმეზე არ დაიჭერეს, გადასახადებზე დაიჭერეს? არც ეზე არ დაიჭერეს, ყველა საინტერესო ეგ არის. რაკნა. აკოსტამ რატომღაც და დღემდე დაუდგენელი, ანუ თქვენს რომ თეორია არის, ახლა მე ძალიან არ მიყვარს კონსპირაციული თეორიები. მე ჩემ დასკვნებს მოგცემ და ფაქტებზე თქვენი გადაწყვეტეთ. თუმცა რაღაცაში მეც ეჭვმეპარება უკვე. აი ხა აკოსტას საქმე. გამოძიებამ, რომელიც აკოსტას წინამდე წარიმართა, თქვა რომ ეს იყო პროფესიონალური გულგრილობა, მაგრამ არ იყო ბოროტინება. აკოსტამ რაკნა. ეს 35 მინიმუმ თქვა, კაი ავიღოთ, ხო 60 არ იყო. 35 სხვერპლი. და ამდენი ფულის გათეთრება აიღო. დაიყვანა ერთ кейსამდე ფულის გათეთრების ძალადობის და ეპშტეინს შესთავაზა გარიგება. რომლის მიხედვითაც ეპშტეინი დათანხმდა რომ ღიარებინა ერთი кейსი 18 თვე მიესაჯა ციხე და საკმაოდ უნიშნელო ჯარიმა. ციხე როგორი მიესაჯა? ხო, თუმცა უკვე ყველამ გაიგო რომ პედოფილიაში იყო ის. არა. ის იყო რა ქვია ბრალდებული იყო სექსუალურ ძალადობაში, მაგრამ არა პედოფილიაში. ხო, მაგრამ
პედოფილიაში არა, გეტყვი მე რა მოყვა ამას, ხო? ამ გაგებას, აი რა. ციხე ქონდა 12 საათიან. 12 საათი მას ციხეში უნდა გაეტარებინა, 12 საათი გარეშე შეძლო გამოსულიყო. დღის განმავლობაში, ხო? ამ 18-დან ცალკე ოთახი კაბინეტი ქონდა. ხა შეიძლება ბატონი ეპშტეინის ბატონი მჭყალებში სტანდარტებიდან გამომდინარე ეს განსაცდელი იყო, მაგრამ ციხის პირობებიდან გამომდინარე ძალიან კომფორტი, ცალკე ტელეფონი, ტელექსი, ფაქსი, მაშინ რაც ყველაფერი. კაბინეტი გაკეთებული ჩოლო. გარეთ გამოდიოდა რა საღამოები ჩოლო, მიდიოდა რესტორანში სადილობდა რა. 13 თან ეგრეთ წოდებული უდოთი რო გამოუშვეს, ეს არის ყველაზე ის 18 თვეც კი არის და 13 თვეში გამოუშვეს. ამის მერე რა თქმა უნდა, საინტერესო რომ ამის მერეც გრძელდებოდა არა, ამის მერე მასთან მეგობრობა, ჩასვლა, ანუ ვეღარ იტყვიან რომ არ ვიცოდით, ხო? რა ამის მერე ჯეფრი ეპშტეინის იწყება დაღმასვლა, მას იჭერენ, არავინ ხელს არ ართმევს, ყველაფერი ცუდად მიდის და ეს ისტორია, რა თქმა უნდა, არა. მეორე კუნძული იყიდა ამის მერე, კაცო. ხო, ამას ვამბობ. უფრო დიდი. ანუ უფრო ძვირიანი. ბევრად უფრო გააფორტაო ნეტვორკი, გავიდა საერთაშორისო დონეზე. ადამიანს მიუსაჯეს, ხო დაიჭირეს. საერთაშორისო დონეზე გავიდა. მანამდე თუ ფლორიდათი და ვირჯინია, ეხა უკვე საერთაშორისო და ბრიტანეთი და საფრანგეთი სხვა ქვეყნებიდან დაიწყო გოგოების ჩამოყვანა. მეორე კუნძული რუსეთიდან ბევრი იყო. მეორე კუნძულს ყიდულობს. გვერდით, რომელიც უფრო დიდია. და გააფართოა ბიზნესი. სხვა შორის აი 2008 წელია, როდესაც ტრამპი ეჩხუბა. მანამდე ხა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მარტო იმიტომ ეჩხუბა რომ დაადანაშაულეს და მარტო იმიტომ დაშვა. ეგ იყო რა თქმა უნდა მიზეზი ხა ტრამპის სულელი იყო, მაგრამ მანამდე რამოდენიმე დავა აქვთ, ეს ფიქსირდება. კერძო საკუთრებებზე და რაღაცებზე დაობენ ერთმანეთში ეგენი და თლა კაი ურთიერთობები აღარ აქვთ რა მოკლედ. შესაბამისად მაგიტოა რომ ტრამპს მოიხსენიებს ძალიან ცუდად ეპშტეინი რომ პირადი დაპირისპირება აქვს და ეს არ არის რაღაც ეპშტეინის აზრები მის პოლიტიკურ იმაზე. მაშინ პოლიტიკაში საერთოდ არ არის ტრამპი ეს იმაილები რო იწერება. შესაბამისად ბატონი ეპშტეინი აფართოვებს. ანუ ტიპმა მიუსაჯეს, აღიარებინეს და გააფართოვდა. მეტი და მეტი ხალხი, უკეთესი ინფრასტრუქტურა, ახალი კუნძული, მეტი გოგონები, მეტი ბავშვები და ეს ყველაფერი გრძელდება 2019 წლამდე. მეცად გეტყვით, დაჭერამდე რამდენიმე წელიწად 2016 ჩვენ 18 წელი პოლიტიკაში იწყებს ჩარევას. აი, იგივე პუტინთან შეხვედრას ითხოვს, არის ისინი, რა ქვია, ეჭვები რომ ის მუშაობს ისრაელთან რაღაც თემებზე. აი, ეგ საინტერესო თემაა რა, ბევრმა თქვა რომ შეიძლება მოსადის აგენტი ხო არ იყო და მაგითო ხო არ ქონდა ეს ყველაფერი კომპრომატები მოეგროვებინა. ბევრი ფიქრობს რომ რუსეთის აგენტი ხო არ იყო საერთოდ. ეს აგენტი იყო, კი, ანუ და სწორედ რუსეთის დავალებით აგროვებდა ამ ხალხს. ძალიან ბევრი თეორია, ნებისმიერ თეორია ერჩე. ვერცეთის უარყოფას მე და ბატონი მე ვერ შევძლებთ. რა შესაძლოა, იმიტომ რომ ერთ არა ისა რა ქვია, ჯეფრი ეპშტეინი ძალიან ასე ვთქვათ, მოსახერხებლად ბევრისთვის გადაიცვალა უცებ, როცა უცნაური ვითარებაში მაგას მოვყვეთ და აირჩიეთ რომელიც გინდათ რა. არც ერთი არ არის გამორიცხული ხა. როგორ გითხრათ მე გადაჭრით რომ არა არ ყოფილა ეს ვერ რა ვიცით. ადამიანი გარეთ წარიყო, ყველაფერი წამსვლელი იყო ხა. მოსათანაც თანამშრომლობდა, ეს ვერთანაც, საკუთარ იმათანაც ის ამბობენ რომ ჯერც იმების აგენტი იყო. ანუ მაგალითად აკოსტას საქმეზე რომელიც გითხარით რომ აი ეს გააკორდა, მე უკვე როცა გასკდა ეს საქმე, მას გადადგომა მოუწია პოლიტიკური. მან თავის გამართლებით თქვა რომ მე არ ვი რაღაც აი ხო ჩავსვი მე რა, მაგრამ ერთ-ერთი თეორია ძირითად იყო რომ მას დაავალეს რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების და სხვა შორის აკოსტას იმეილები გახსნეს. რომელშიც 11 თვის იმეილები ჯერ წაშლილი აქედან დავიწყო 11 თვის განმავლობაში. აი მაგ პერიოდს, მაგ საქმის პერიოდს, რომელიც ეხება ეს იმეილები რატომღაც წაიშალა. აი უცებ. თვითონ წაიშალა. ალბათ, ხო, მაგრამ რთული იყო თვითონ ისე წაიშალა, რომ ვერ გეპოვა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, წაშლა ხშირად არ ნიშნავს, აღდგენადია ბევრი რამ. და ამასთან ერთად რა არის? რამოდენიმე ჯერ არის ნახსენები National Security და ეპშტეინი ერთად. რამოდენიმე ბრიფინგი აქვს მიღებული ამ. ხო და ამბობენ რომ შეიძლება საკუთარი სპეცსამსახურების აგენტიც იყო, ანუ ამერიკის იქ ვიღაცეების რომ კონტროლი გაეწიათ საკუთარი. თუ საკუთარი სპეცსამსახურები ასეთ სიბინძურეში შევიდნენ, ცუდად ყოფილა ამერიკის საქმე რა. იმიტომ რომ ხა ერთია რომ რაღაც ატომური იარაღის კოდები გაიგო და მეორე რომ პედოფილიას ხელი შეუწყო ხა ეს. მე მესმის ირანი კონტრასაქმე. გვახსოვს, ანუ ხა თქვენ გონიათ რომ მე ხა ძალიან მიყვარს ამერიკას ვსწავლობდი და ბევრი რაღაცა გამიკეთა მე ამერიკამ, მაგრამ მას თავისი მინუსებიც აქვს, რომელიც ამერიკის სიძლიერისა რომ არ მალავს ამ მინუსებს. რაღაც ეტაპზე აღარ. რა შევ ირანი კონტრას ახსენეთ რეიგანის დროს რა შევობდნენ? ნარკოტიკებს ყიდდნენ.
რომ დაეფინანსებინათ ანტიკომუნისტები სამხრეთ ამერიკაში. ანუ მათი სახელით ყიდდნენ ვიღაცები ნარკოტიკებს. იმაში კოლუმბიაში და ანუ აი კოლუმბია მექსიკა ეს იყო თავარი ეს. ეხა შესაბამისად არ არის სამწუხაროდ გასაკვირი, რომ ესეთი რაღაცა შეიძლება ყოფილიყო. 2019 წელს ხდება უკვე თან რა არის საინტერესო. აკოსტამ, როდესაც მას გაუფორმა ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით მან იმუნიტეტი მიიღო იმ საქმეებზე, რომლებიც ანუ ორჯერ ერთ რეგიონზე ვეღარ გაასამართლებ. მაგრამ ამერიკაშიც და სხვა შორის ჩვენთანაც თუ არ ვცდები, ჩვენთან იმდენად არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში ნამდვილად ვიცი, არის შემდეგი პრაქტიკა. O.J. Simpson-ი ხუახსოვს ცოლი რომ მოკლა და მის საყვარელი. შენ შეიძლება გაგამართლო კრიმინალზე, მაგრამ მსხვერპლის ნაცავმა შეიძლება გიჩვენონ სამოქალაქო საქმეს. მაგალითად მარჩენალის დაკარგვა, ემოციური ზარალის ანაზღაურება, ჩემი დაიყო, მიყვარდა, მომიკლა, ცუდად გავხდი ფსიქოლოგიურ. ეს მოხდა O.J. უზარმაზარი ფულები. ეს მოხდა აქაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეებზე აკოსტას ხელშეკრულება მას მიცა კრიმინალური იმუნიტეტი ამ საქმეებზე, ძალიან ბევრმა უჩივლა სამოქალაქო სასამართლოში და აი ხო თქვით რომ 2008 წლამდე რაღაც 2008-დან 2016-მდე უკვე ბევრად მეციხდეს ეპშტეინი. სპეციალური ფონდის კი შექმნა მაგისთვის, იქ წერს იმეილებში, სპეციალურ ფულს აგროვებდა, რომ ამ მსხვერპლებისთვის გადაეხადა. ერთად ყველა ცნობილი იყო ერთი ქალი, რომელიც არ წყნარდებოდა რა. ეს გოგონა უკვე გაზრდილი, რომელიც ძალიან ხშირად გამოდიოდა რაღაცა და ნუ იმასაც კი გაურიგდა 2017-ში თუ 18-ში რაფული მიცა არ ვიცი. მაინც როგორ აგრძელებდა, ხო, ამ ხელა რეპუტაციული ზიანი. ხო, ხო, ანუ ვიღაცები ჩამოშორდნენ ტრამპი და ვიღაცები. ვიღაცები არა, აი დადიანის ამ კონსულებზე ხო არის რა ინფორმაცია. მორალური თემაც ხო არის ახლა. ვიცი რა არის, რომ აი ფული უნდათ, ეს ძალიან იცავდა ეს გელინ მაქსველი. ამ გოგოებს აგვინებდა რომ მე ამათ კარგად ვიცნობ, ესენი არიან პატარა ამბიციური გოგოები, ვინც ფულის გემო გაიგეს და ეხლა აი ერთმა რომ მოიგო, ეხლა ამათაც უნდა და რაც მაქსველი, ნუ აი სუისი აქტიურად გამოდიოდა და ის 20 წელი აქვს მის შენ. 20 წელი აქვს მის. შესაბამისად 2019-ში ხდება მისი მეორე დაპატიმრება. ახლა რაზე იჭერენ? ეხლა იჭერენ ნიუ-იორკში. ნიუ-იორკის სასამართლომ თქვა რომ კი ბატონო ფედერალურმა, მაგრამ ეს არის 2008-ის მერე ჩადენილი დანაშაულები, სხვა დანაშაულები, სხვა მსხვერპლი და სხვა გეოგრაფია. ამათ ხო არის ორმაგი სუვერენიტეტი, ის თუ იყო ფლორიდა შტატში და იქა, ეს უკვე ნიუ-იორკის ის არის და იმაზე არ ვრცელდება ეს. თან უკვე ახალი დანაშაულებია. ანუ რეციდივია პრაქტიკულად რა. რეციდივი რატო ისინი აღიარა ის დანაშაული და ეს უკვე მეორე დანაშაული. დაიჭირეს, აქაც არის თავიდან იყო ორი თუ არ ვცდები და მე დაემატა და აქ ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა მოსამართლე. ერთ-ერთი განხილვის დროს და ამის უფლება აქვს, სანამ განაჩენამდე წავიდოდნენ, უფლება მიცა, ანუ გახსნა პროცესი და მსხვერპლებს გამოსვლის შესაძლებლობა მიცა. და ნუ ეს გოგონები, უკვე ქალები, ხშირ შემთხვევაში ზოგი ჯერ კიდე ძალიან ახალგაზრდა, პირდაპირ ყვებოდნენ ამ სექსუალური გარყვნობის შესახებ. პირდაპირ ეთერში შეგეძლოთ ეს ყველაფერი, ანუ ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღო. ხო, ანუ ამერიკაში დახურულია ხო, როგორც წესი სასამართლო და ნახატები რო გამოდის ხოლმე ხელით დახატული რაღაცა. გადაწყვეტილება რო ყოფილიყო ეთერში. და ალაპარაკა ეს ისინი რა ქვია. ნუ ძალიან ძიმე შტაბეშტილება დატო. ამ ყველაფერი. და რამდენი მიუსაჯეს? რაც მე მოგწონს ვერ მოასწრებს ვაფრის მიში. და მანამდე მოკვდა მის ჯამდე. ხო, სანამ იქ იყო რა. ეხლა აქ რა ხდება? ხო, როგორ მაქსველს მიუსაჯეს 20 წელი. მაქსველი კვდება. ჯეფრი ეპშტეინზე ხა ზუსტად არ მახსოვს რამდენი საქმე იყო, მაგრამ ეგ როგორ არის ყველაზე ცალკე უნდა მოგისაჯონ რა. იმიტომ რომ შენ თუ ორი კაცი მოკალი, ორი კაცზე ვერ გაგასამართლებ. ერთი ადამიანის კვლელობაზე ცალკე უნდა გასამართლო და მეორე ადამიანის კვლელობაზე, იმიტომ რომ ორი ინდივიდუალური სიზო. ამანაც იმდენი ადამიანი გააუპატიურა, იმდენ ადამიანს დაუზიანა ცხოვრება, რომ არ შეიძლება და ჯგუფურად 7 ყველა ადამიანის წინაშე და ძალიან სწორი მიდგომა უნდა აგოს მან პასუხი. და ყველაზე და ვერ მოხდა ეს. ის ჯეფრი ეპშტეინი იყო სპეციალურ პენეტრაციულ დაწესებულებაში გამოცემული. და ის იპოვეს მკვდარი მალევე ამ პროცესის დაწყებიდან. იგეგმებოდა მას უნდა ტრამპზე და ვიღაცებზე ლაპარაკა. ისე და ისე ტრამპზე ყველაზე ნაკლებად გონია, იმიტომ რომ შეიძლება ადრე რაღაცები მიქარული აქვს ტრამპი სექსუალური, ასე თქვათ, აპეტიტებით გამოირჩეოდა, მაგრამ ჯერთვის მას ყოველთვის შემდგარი და ისეთი ქალები ყავდა. არავის არ დაუბრალებია მისთვის არასრულწლოვანებთან კავშირი და მეორე კიდე დროზევე ჩამოშორდა ეპშტეინს. შესაბამისად
არა გვაქვს მოკლედ. ვერ დავაბრალებთ იმას, ტრამპს რაც არა გვაქვს ამიტომს. შესაბამისად, ამ ადამიანს პოულობენ მკვდარს საკუთარ საკანში და კომისიას ხსნის, რომ თავი მოიკლა. 4 ფაქტორი. 4. პირველი. მძინარე ბადრაგები. ანუ რა არის? წინასწარ დაკავების იზოლატორში იქ სადაც ის იყო, არიან ბადრაგები, ხო, ჩვეულებრივად, ანუ დაცვა, რომლესაც ევალება, რომ რაღაც პერიოდში ერთხელ რუტინული 30 წუთიანი შემოვლა გააკეთოს იმის. ერთმა თქვა, რომ მეძინაო და მეორე თქვა, რომ კომპიუტერში თამ რაღაცებს უყურებდიო და ორიამ გააყალბეს ჟურნალის ჩანაწერები, სადაც თქვეს, რომ შემოვლა გაგეძმა რა არ გაუკეთებია და აღიარეს ეს. ეს ერთი. მეორე. ასეთ დაწესებულებაში დღევანდელი ტექნოლოგიისა 2019 წელი არ დაგვაუწყდეს. ხო, რაღაც წინა ეპოქა არ არის, ეხლა არის კამერები. რა თქმა უნდა. რატომღაც ყველა კამერა გაფუჭებული აღმოჩნდა. ჩვენთან ხდება ხოლმე ხშირად. ხო. აი რა იცი მომენტი რომ გაფუჭდება გავი. და მესამე რეკომენდაცია იყო, რომ ის მარტო არ უნდა ყოფილიყო კამერაში. და ასე თქვა როტაციულ პრინციპზე ყავდა თანამოსაკანეები. იმ დღეს თანამოსაკანე რატომღაც არ ყავდა. და რითი არის? მეოთხე ფაქტორზე მივედით. მეოთხე ფაქტორი ამბობს, რომ მან თავის თავს დაზიანება, ანუ თავი ჩამოიჭრა სავარაუდოდ და თავი დაზიანება მიიყენა და თავი მოიკლა. თუმცა ამ კომისიის დასკვნა არის ძალიან სწრაფად შედგენილი და რაღაც ძალიან კატეგორიული გამოთქმებით, როდესაც აი ამდენი ფაქტი არსებობს. ხო? ხო მე ისედაც არ მიყვარს კონსპირაციული თეორიები და ძალიან ვებძვი მათ, მაგრამ ხა ძალიან ბევრია რა დამთხოვა რა ეს. რომ შეიძლება თავი კი არ მოიკლა, არამედ ხო, ნუ ხა ამდენია კამერა გაფუჭდა, ბადრაგი არ იყო, მოსაკანე არ ყავდა და ამდენ თან ეს ხო არ იყო რაღაც მანქანის ქურდობაზე ხო არიჯდა ხო? ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი და ყველაზე გავლენიანი იმის რა ქვია, კავშირის ხელმძღვანელი იყო, ხო, მფლობელი ნეტვორკის. ასეთი ადამიანი ასე უცებ რომ მოკვდება. ეხა ორი აზრია, ხო, ერთი აზრი ამბობს, რომ მოდი ეხა მე ასე შევაჯამებ ამას. ეს ჩემი აზრია უკვე და გთხოვთ შესაბამისად არავის არ ვახხოვ თავს. ერთი აზრია, რომ ის მოკლეს, მეორე აზრია, რომ მან თავი მოიკლა. მე ვთქვი, რომ ორივე მართალი. ანუ აიძულეს? არ არის აუცილებელი, რომ ეიძულებინათ. ერთი შეიძლება ფსიქოლოგიურად აიძულოს, მეორე თუ ეს დაიგეგმა იქ, სადაც კონსპირაცია მოსვლა დაიგეგმა, ისე შენიღბა ამ კვლელობის, რომელსაც ვერცეთი კომისია თუ ის სპეციალურად არ უყურებდა რაღაცას, ვერ დაადგინდა, რომ ეს თვითკვლელობა არ იყო, არ არის რთული პროფესიონალების მიერ თუ ეს გაკეთებული. ანუ ვის მიერ რეალურად? ნუ ეხლა თუ სპეცსამსახურებ, ეხლა ვის ქონდა იმის ძალაუფლება, რომ თქვა კამერები გაეთიშა და სამსახურებზე ლაპარაკობ. კონსპირაცია მაგეთ მიდის, ხო? უფრო მსუბუქი კონსპირაცია, რომელიც ის მე უფრო მჯერა იყო, რომ მას პირობა შეუქმნეს, რომ თავი მოეკლა და მან მართლა მოიკლა თავი. შეიძლება რა. უბრალოდ ის მისკენ წაიყვანეს და დასკვნაში ეგ წერია. რომ ბევრი რამ მის კვლელობაზე არ მიუთითებს, მაგრამ ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ პირობები იქნა შექმნილი მისი თვითკვლელობის. ანუ ორივე თეორიაში რაღაც სიმართლეები არის. ხა აქედან რა გაკვეთილები შეგვიძლია ამოვიღოთ? პირველი, ის რომ სისტემა არის ძალიან მოწყვლადი. ძალიან გაუმართავია ამ ეტაპზე. ადამიანს 2008 წელს აღიარებითი სასჯელი აქვს ძალადობაზე. და ნუ გაფლანგოს, გაფლანგო გადავდოთ ახლა. თუმცა ამერიკაში დიდი რამე თითულება გადავდოთ. ხო, ჩვენთან აგე პრემიერ-მინისტრი გვიზის ყოფილი გაფლანგოზე რა ქვია. ხო, ის მერე სასჯელის ნაწილის მოხდის მერე, ნუ კაი მოიხადა სასჯელი. იმდენად კარგად ინტეგრირდა უკანს, იმდენად მიიღო სისტემამ, რომ ის გაფართოვდა. ეხლა ის რომ წასულიყო სახლი ეყიდა რომელიღაცა ჩtildeოეთ შტატში და იქ ცხოვრების ბოლომდე და ლოსებზე ენადირა, გასაგები და ლოგიკური იქნებოდა რა. მაგრამ ის რომ მან მეორე კუნძული იყიდა, ნეტვორკი გააფართოვა და მეტი ხალხი დააზარალა, ეგ არის. მეორე, დღემდე ბოლომდე არ ქვეყნდება ყველა ფაილი. ხო, აი მინდოდა მეკითხა, რაღაცა მილიონობით ფაილია, ხო, გაგვიყვეს 3 მილიონი და კიდე 3 მილიონი არ გაგვიყვეს. ხო, და რა ხდება ამ ფაილებზე? ანუ რა სახით გამოქვეყნდა ბევრი რაღაცა დაფარულია, ეხლა შეხედე, პირველი სხორპლების სახელი, მაგრამ ბევრი ამბობს რომ ამას იყენებენ რომ სხვა რამის დაფარულ. ისიც ჯერა, იმიტომ რომ ამის ფაქტებიც არის ინტერნეტში.
რომ არა მარტო სხორპლის საფხელებია და სხორპლის სახელები განსაკუთრებით იმ ადამიანების ერთმა მარტო ღია თქვა თავის შესახებ, რამოდენიმე მერე ისევ, რა თქმა უნდა იმალოს, მაგრამ შენ ამით ისარგებლოდა ეხა ვიღაცა სტუმრების სახელები დამალო იქ. ეს უკვე სხვა, ეს ერთი, მეორე. ძალიან ბევრი ამბობს, რომ მაინც ტრამპის გარემოცვა ძალიან არის ინკრემენტირებული, ანუ მითითებული ამაში და იუსტიციის სამინისტრო დღეს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს, ეს არის მთავარი სხვა შორის ტრამპისტები ვიაბრალებენ ტრამპს ამას. რომ ისე ამ ფაილებს ფილტრავენ და ისე უშვებენ და ცდილობენ რომ დარწმუნდნენ რომ ტრამპიანის არ არის ნახსენები არსად. იმიტომ რომ არ არის გამორიცხული რომ შეიძლება პედოფილურად არა, მაგრამ 90-იანებში ამ კუნძულზე რო იყო ტრამპი ჩასული, ქართულად რო თქვა, უბრალოდ ცდილობენ იგულავა მაგანაც იქ რა. ეხა მიდი და ამტკიცე მე ხო, ძალიან ცუდი. შეიძლება რამე ცუდიც ქნა, არ ვიცი. მაგრამ ბრალდება თვითონ ტრამპისტების არის ის რომ აი ამ ფილტრის გავლით იმაშობენ, ამიტომ არის რომ მეორე ნახევარი ჯერ ვერ გაფილტრეს რა რაღაცა. ნელ-ნელა ძალიან იმაშობენ. ფაქტი ისიც რომ ტრამპის პოპულარობას და ზოგადად მაგას ტრამპის ასე ვთქვათ ხარდაჭერის პოპულარობა ძალიან მაგრა დაარტყა. თავარი და ყველაზე ცოტა ირონიული რა არის რომ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნება იყო ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი შეპირება. რაც ნაწილობრივ გაიხარ, ნახევარი ხო გამოქვეყნა. მაგრამ მოლოდინი იყო რომ ეს დააზარებდა ძალიან დემოკრატებს. რაც ნაწილობრივ ქნა ახლა კლინტონები ორივე არიან ასე ვთქვათ ნახსენები და სულის დაკმარიც. რა კუთხით არიან? არა კონძულზე ვიზიტი იქ არის რამოდენიმე გოგონა ამბობს რომ მათ კლინტონთან შეხება ქონდა, მაგრამ სექსუალურ ურთიერთობაზე მე ყოველ შემთხვევაში ვერ ამტკიცე. ხალხო, მე ისევ და ისევ არა ვარ ბოლოწყარო. მე კი არა ამერიკის პროკურორის ოფისი ვერ ამბობს ჯერჯერობით ბოლომდე რა ხდება. ამიტომ რაღაც შესწორებები და თქვენი იდეები თუ გექნება ძალიან გთხოვთ, აგე კომენტარებში რომ მიგვითითოთ, ძალიან საინტერესო იქნება. მეორე აქ რა არის? დემოკრატები ამ ეტაპზე არ არიან ხელისუფლებაში. და ბილ კლინტონი პრეზიდენტი იყო, იმის მერე თაობები გაიზარდა. შესაძლოა ამან ისე არ ემუშავა. მაგრამ ტრამპი ისე 8-ჯერ ყოფნა. მისი გარემოცვა, ეს მისი აკოსტა, მერე ეს ელონ მასკის ხსენებები ძალიან ცუდად, ანუ ტრამპის მაგას დაარტყა რა პირველ რიგში. რა ძალიან მოულოდნელი იყო მათთვის რა. და ბოლომდე რო არ აქვეყნებენ, ამაზე თვითონ მაგელები გიჟებს. თუ ვინმე როდესმე ფიქრობდა, რომ კონსპირაცია იყო, რომ არსებობს რაღაც ბოროტი საზოგადოება, რომლებიც არიან სისხლისმელები, პედოფილები და რომლებიც ნიშნულოვან გავლენას აყენებს სოფლიო პროცესებზე, ბოდიში და ნაწილობრივ დადასტურდა ეს. სისხლისმა არ გვინახავს ამ ეტაპზე. თუმცა ბოლოს იყო ინფორმაცია, რომ რამდენიმე გვამს ეძებდნენ ერთ-ერთ რანჩოში. ანუ სისხლისმა ეს მე არა, ხო, ყველა პირდაპირ გაგებით იყო, რომ თავს ახალგაზრდავებენ ბავშვების სისხლოვანო. მე მგონი ცოტა ძალიან გადახარა ეხა, მაგრამ პედოფილიას და კვლელობას რაც შეეხება, აგერ ეძებენ გვამებს და როგორც მინიმუმ ერთ გოგონა თვითკვლელობამდე მიიყვანეს ბავშვი, მე გაიზარდა ტინეიჯერობის ასაკში, თუ ზუსტად მახსოვს, თავი მოიკლა. შეიძლება ცოტა უფრო გვიან დეპრესიისგან. ხო და შეხედება დაწყებული პრემიერ-მინისტრი, მეფის ძმა, მინისტრები, მილიარდერები, ყოფილი მონარქიის ოჯახის წევრები, ამაზე გავლენილი რა გინდა და ამაზე დაუმატე პედოფილია. მომედა რა გამოიცით ისე და ისე ხო ჩვენ არ გვიყვარს კონსპირაციული თემა, მაგრამ მაგას ეს ნაწილი რაღაცაში მართალი ყოფილა რა. ესე გამოდის ხო. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გაკვეთილი ჩემთვის. მე ამის არსებობას გამიჭირდებოდა და იმიტომ კი არა ხალხი ასე ძედა არწო. იმიტომ რომ მე ვერ ხვდები დღესაც რატომ იცა ლეგალურმა და ამერიკის საკმაოდ 18000 სამართალდამცავი ორგანო არსებობს ამერიკაში. მე რა 18000. ეს არის ყველა უბნის პოლიციიდან დაწყებული, მათ ხო სულ დამოუკიდებელია ყველა, დამთავრებული ფედერალურიდან. რა იყო ხა ერთი ვერ გამოჩნდა აქედან? რომ ამდენი წელი, კაი 2008-ში ერთხელ დაიჭირეს. მერე 11 წელი თუ. მე რა 2000 მერე ეს ხო მთელი ხო რეგისტრაცია არსებობს და ეს ადამიანი ხო დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო როგორც სექსუალური, ასე ვთქვათ, 11 წელი ტიპს არაფერში ხელი არ შეშლია. პირიქით გაფართოვდა. თუ მოიცა მანდაც არ გამოჩნდა, არავინ. ლავროვს წერს იმეილებს, მოდიო ტრამპთან დაგსვათ. და იმას ეუბნება, რა ქვია, ისრაელელებს ეუბნება, რომ მე გასწავლეთო ტრამპს როგორ ელაპარაკოთ.
ხო, ანუ იქ ფაილებში ვინც არის ნახსენები, ყველა არ არის ბუნებრივი ამ კუნძულთან დაკავშირებული, ხო? ზოგს რაღაც ესეთ საქმე მიმოწერია. გავრცელდა რომ ბენდუკიძეც არის ერთხელ ნახსენები. ბენდუკიძეც არის ნახსენები, შეხვედრა უნდა გაეკეთება. ძალიან ბევრი ადამიანი არის ნახსენები ესა. მაგალითად, ერთ-ერთი გოგო იყო ცნობილი, მე რაც ვნახე, რუსი სხვა შორის ძალიან ესეთი მომხიბვლელი გარეგნობის ბლოგერი, რომელიც მოდელია ყოფილი, რომელმაც თავისთავად იპოვა ამ ფაილებში და იყო გაუგონებული, იმიტომ რომ არასდროს შეხება არ მქონია. ეს გოგო როგორ არის ნახსენები? ერთ-ერთი ვიღაცა მაქსველ კელენ ამ ჯოჯოხეთის მაშხალას, რომელიც ამ ბავშვებს ყვნიდა, წერს იმას, რომ ის რა ქვია, აი ეს გოგონა არის ძალიან მაგარი და ხო არ დაგვეთრია. ესეთებიც არიან ნახსენები. არიან ნახსენები, რომ ეს ხო არ მოგვეწვია ჩვენთან კუნძულზე. და ზოგს არასდროს არ იწვევენ. ბენდუკიძე რა კონტექსტში? ბენდუკიძესთან შეხვედრას თავაზობდნენ, რომ აი ეს ვიღაც ბენდუკიძე არის, ხო არ შეხვდებიან. ვახ შეხვედრა შედგა თუ არა, მაგის იმეილი არ გვაქვს. თან ამას აქვს ეპშტეინს აქვს თავის ძმასთან მიწელი პირადი იმეილები. ნაწილი რატომღაც იმეილებს გაგზავნილი არ არის. ანუ რაღაც იმეილები დრაფტებია რა, მაგრამ ის სერვერზე ხო ინახება მაინც ხო? ხო, შესაბამისად ახლა ფაილებში ვინც არის ყველა სექსუალური მოძალადი არ იყო, მაგრამ ვიღაცები უდაოდ იყვნენ. იმიტომ რომ ის გოგონები, ვინც ამაზე საუბრობენ, ასახელებენ სხვა სახელებსაც. ხო, მე ხა სპეციალურად აღარ ვისაუბრე, ვისაც გინდათ სავსეა ინტერნეტი, უბრალოდ ძალიან ძიმე მოსასმენია ამ სვარპლების. ჩემ სისტემა გასაგებია ხა და იქ დეტალები უკვე ჩემი აზრით არ იყო საჭირო რა ამაზე საუბარი. უბრალოდ ბოლოს მინდა კითხო, რომ აი ეს ეხა რა ჩვენ თქვი, რომ აი მეც კი გამიკვირდა, ხო ხა ჩვენთან ისე მიდის სხვა ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული ასე შემდეგ და ეს ხა ამას შეიძლება ხელი შეუწყოს და თქვენ რომ აი ხო ვამბობდით რაღაცა გარყვნილი არის ამერიკა. მე გეტყვი ხა. ასე შეიძლება. აი ძალიან მარტივად გეტყვი. ხა მე ჩემი გადმოსახედიდან საქართველოში სკოლის მე აღარ მისწავლია და საუგარეთ მაქვს რამოდენიმე სპეციფირებული სასწავლებელი დამთავრებელი კრიმინალისტური ეროვნული საფრთხეობა, აი ყველაფერი რაც აქ ვისაუბრეთ, ამერიკაში მათ შორის. დაგე ნატო და ასე შემდეგ. ჭუჭყი და სიმიძური არის ყველა სისტემაში. უბრალოდ ამერიკას ყველაზე ნაკლები დიდი ქვეყანა და რთული სამართავია, მაგრამ აი ბრიტანეთი რაც ვნახეთ რეაქცია, ხო? აი ნორვეგიაში როგორი რეაქცია, ხო, იმწვის ხო, თან იქ ეხა ის ნორვეგიის კრონპრინცესაზე, როცა არის საუბარი რაღაც გარყვნილებაზე არის საუბარია, რომ ეპშტეინსთან კონტაქტობდა ეს. ხო, მაგრამ იქ რატო და რაღაც რჩევებს ეკითხებოდა. მანდ ორმაგად რატო დაემთხვა, რომ მისი შვილი, ანუ ნორვეგიის კრონპრინცის მემკვიდრის გერი ასევე თვითონ ნორვეგიაში და ადანაშაულეს და ძალადობაში. და დაემთხვა ეს ორი ერთმანეთს ძალიან ცუდად. და დედამისი წერდა რაღაც რჩევებს. რჩევებს კი, ხო. ეპშტეინს რაღაც თემები. არა, ეპშტეინს როგორც მეგობარს. მოდი არაფერი. ხო, ეპშტეინს როგორც ფინანსურ რჩეველს ყავდა ძალიან ბევრი ხალხი. ეხლა ნუ გავამართლებთ იმ ხალხს, ვინც მასთან კონტაქტობდა, განსაკუთრებით 2008 მერე, კარგად იცოდნენ რა ნაძირალაც იყო და ამის რატო ეხლა ფინანსური მრჩეველი დაილია ამ ხალხს რო შევხედოთ ეხლა რა რო სხვასთან შეგიძლია რომ იმაში რა ქვია. თან ეს ჭორები ხო არ იყო კაცო? უკვე დადასტურებული იყო. ხო და ბევრი ინფორმაცია იყო ინტერნეტში, ბევრი ბრალდება იყო. სკანდალია ნორვეგიაშიც. ხო, ანუ თუმცა ხა დაუბრუნდით იმ თემას, ხო ეხა? რატო? გარყვნილება დასავლეთში. ძალიან მარტივია. დასავლეთში გარყვნილება არის ყველგან სამწუხაროდ. განსაკუთრებით უფრო ასე ვთქვათ, რუსეთში იმდენია რომ ვინ მოთოლებს. უბრალოდ დასავლეთს აქვს იმის ზალა, რომ ეს აღიაროს და ამას ებრძოლოს. ჩვენთან მოდი ახლა მაგალითს მოგიყვანთ. ქართული ოცნება 2024 წლამდე ამბობდა, რომ ის არის არაკორუმპირებული პოლიტიკური ძალა. ხო იყო ეს? რამდენი ღარიბაშვილი დაწყებული, რამდენი ვინმე ჯერ კიდევ სადوار. ჯერ კიდევ სად. და მეცაც გეტყვით, ყველა სამწუხარო რა არის? ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა. დასავლეთში როცა ამას დასავლეთში ეპშტეინი იმიტომ არ დაუჭერიათ, რომ დემოკრატებს ან იმებს არ მოწონდა. იმიტომ დაიჭერა ნაძირალ ბოლო რა გამოვიდა. აქ ღარიბაშვილი იმიტომ არ ზის რომ კორუმპირებულია. ანუ ჩვენთან ფსევდო ის არის. იმის თქმა მინდა რომ დასავლეთის ძალა არის ის რომ კი იქაც ხდება, მაგრამ იქ აქვთ ამის აღიარების და ამასთან ბრძოლის შესაძლებლობა. რუსეთში ვერასდროს სამართალს ვერ იპოვის. რამდენი საქმე იყო იმ დუმას ის რო იყო, რა ქვია, კომიტეტის თავმჯდომარე დამოწეს გარეწარი, იმას აბრალებდნენ, რა ქვია, სექსუალურ ძალადობას. სადმე წავიდა ეგა? რა თქმა უნდა არა. ძალიან ბევრი кейსი არის გოგონ ნახე ინტერნეტში, რამდენი დამოუკიდებელი გამოძიება კადიროვზე, რომ ჰარემი ყავს თავისი, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვებისგან შემდგა. 15-16 წლის ძალად რო ცოლად მოყავს. ცოლად ჭყალებში რა თქმა უნდა, იმიტომ ლეგალური გვერი იქნება. რა სადმე რა ვინმე ყურსი ბერტყავს ამაზე? რა თქმა უნდა არა. ეს არის განსხვავება.
სამწუხაროდ დანაშაული სიმინძურე კრიმინალი არის ყველგან. დასავლეთი ამისგან დაცული არა. მეტიც კი დასავლეთში ამის შესაძლებლობები მე რა ხანდახან მეტი იმიტომ რომ გახსნილი საზოგადოება. მაგრამ იქ რანაირადაც არ უნდა იყოს ის ეპშტეინმა ხო დაისაჯა ბოლო-ბოლო. ხო? ჩამოხჩვალი თუ საკუთარ კამერაში ყდა ციხეში ამოხდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ იმსახურებდა კაცი. თავარია საბოლოო სამართალი ახსოვდა. ხო, ის ქალიც 20 წელი მიუსაჯეს იმ ქალსაც ზის, ხო. ეხლა სხვაგან მოიკითხეთ თქვენ რუსეთშიან, ირანშიან, სადმე ეგეთი რაღაცის სამართალი. იგივე ჩვენთანაც ის არის. აი ეს არის განსხვავება ნებისმიერ ანტიდასავლურს ეს მინდა უთხრა რა და ბოლოში მოდი ძალიან მოკლე შეჯამება. ეს ფაილი გაგრძელდება, ეს ფაილები. მე გთავაზობ რამოდენიმე თვეში ჩვენ შეგვიძლია ამის მეორე სერია გავაკეთოთ. თუ რამე ახალი გამოვიდა და განსაკუთრებით თუ ჩვენ რეგიონს რამე შემთხვევა, ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ, ძალიან ბევრი საინტერესო ფაილია. ისევ და ისევ ხორბლებში და დეტალებში არ გისმოთ, იმიტომ რომ მე ძალიან დავითქმულე ფსიქოლოგიურად, მამა ვარ და მაგასაკი შვილები მყავს, მაგრამ იმაში რა ქვია, თვითონ აი სტრატეგიულ ნაწილში ლავროვთან მიმოწერები და ეს კრონპრინცები და პრინც ამას გირჩევთ ძალიან საინტერესოა და შეხედეთ ბევრი რამე რაც დღეს ვერ მოვასწარით, იქ ნახავთ დიდი მადლობა მე რა ამ შეაძლებლობას. მადლობა ბერიკი, საინტერესო. ძალიან მადლობა.